ბავშვებო, მაღაზია გაქურდეს და ქურდი გაიქცა. აუ, წამო გავეკიდოთ და დავეწევი. იცი რა სწრაფად დავრბივარ? აუ, ასორა დებილი ხარ რა. შენ გირჩევნია სკვინტლებს დაანებო თავი, თორე ის პოლიციელი დაგიჭერს. თან ჩვენსკენ მოდის. ბავშვებო, პოლიციის ოფიცერი ნიჟარაძე. აქ თამაშობდით ხო თქვენ? მაღაზიიდან ხარ დაგინახეთ ვინმე გამოქცეული. დიახ, და ქალი იყო ზუსტად ვიცი. ეგრე გარბის ხომ დედაჩემის გაზიდარო საჭმელი გადმოუვა ხოლმე. კი, ქალი იყო. შავები ეცვა და თმა ჰქონდა მოკლედ შეჭრილი. იქით წავიდა. უკაცრავად 308 ნომერი თუ ჩამოივლის აქ. დიახ, აქ ჩამოივლის 3 წუთში. ვაიმე, ქალბატონო, რა ხდება, კაცო? პოლიციის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რაც ქურდობას გულისხმობს. რა ქურდობა, კაცო, აქ ვცხოვრობ. მე და გაჩერებაზე ჩამოვედი 2 წუთის წინ. საყიდლებზე მივდივარ. თქვენ გაქვთ უმილეს უფლებატრას სიტყვით შესვლა გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. რა სასამართლო, კაცო? არაფერი არ დამეშავებია. ბაჭუკის წაიყვანი განყოფილებაში და მოვალმეც მალე რა. ბავშვებო, დავიჭირეთ, ჯიგრები ხართ. წავედი მე ბავშვებო სახში, დედაჩემს მოუყვები. მე-12 კლასელი გადმომხტარა აივნიდან გოგო, აბიტურიენტი. ვაიმე, რას ამბობ, მედიკო, სად წაიკითხე გოგო ეგ? სადა, რა ქვია კაცო? fakenews.com. ისეთები იწერება რომ გაგიჟდები. ყველაფერს კი უნდა დაუჯერო გოგო. ტყუილები იწერება იმდენი რომ რა ვიცი, უთვალავი. რა არის გოგო ტყუილი? აჰა, აგერ კიდე. ნორვეგიაში 82 წლის ქალბატონი ბატუტზე ხტომისას სალტოს გაკეთებას ემსხვერპლა. როგორ არ დავიჯერო, კაცო? კაი, ერთი მოეშვი ხლა მაქსაიც რა. მე კიდე იმაზე ვჯავრობ გოგო, რომ ჩემები არ ჭამენ არაფერს დილაობით საჭმელს. რაღა მოვიფიქრო უკვე აღარ ვიცი რა. გოგო, ჩემ ქმარს გავუკეთე დილით შვრის ფაფა, ხილი ჩაუჭერი, შეგინდა ისე გემრიელად ჭამა, რომ აი რა ვიცი. ცადე შენც. უი რა კაი მითხარი გოგო ეგ, თან მაგ სახში შვრია ბლომად. ხო, ისეთი გემრიელია ხილით, რომ ვაიმე არ გავგიჟდე ეხლა. შვრიაში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინესო, გოგო. თამაზის ვაჭამე დილით, წავედი კუჭი მაინც ამოვარეცხინო. დედა რა უცბად წამოხტები ხოლმე, გოგო, გაცილებას ვეღარ ვასწრებ. კაი, მიდი აბა შენიცი. ასე ყველაფერს დაჯერება როგორ შეიძლება, კაცო? ომარიკო, მოდი 1 წუთი აქეთ. მიდი მან კარდაში დევს პარკით შვრია, ხო და გადაყარევ, გაფუჭდებოდა ეგ უკვე. დღეს არის ჩემი დაბადების დღე და კლასელი გოგოები დამადგნენ სახში. კი ბატონო, მოვიდნენ, მე მიყვარს კაცო სტუმრები. ოღონდ ის ვარდის ლიქიორი არ გამოიტანო იცოდე. ანასტასია, მოვედით, გილოცა, ვეცე ჩუქარი მე გახსენი, ხო გვიან? აუ, ანასტასია ის ტორტი კი ვიყიდეთ, მაგრამ მაღაზიაში შეხვდა თეკლა გურგენიძე და აგვეკიდა. აგერ მოდის, ჩემბრალერ არის მართლა გეუბნები. ანასტასია გილოცა, ვეცე ჩუქარი ვერ მოგიტანი, მაგრამ ტორტის წარწერა მე მოვიფიქრე. ნახე? გესლი კლაუს. ძალიან მაგარია. გოგოებო, მობრძანდით სუფრასთან უკვე რა. ვაიმე, ეს ვარდის ლიქიორი ვინ გამოიტანა, კაცო? აუ, ძალიან მაგარი ოლივია ინგადეიდა. თქვენ გააკეთეთ ხა? არა, ანასტასიამ გააკეთა რა. შენ გაგიმარჯოს ამ ჭიქიტას. აუ, რა გრადუსიანია. აუ, ლანა გამოიტანე რა მიდი ტორტი ჩააქროს ბარემ. ტორტს ვაქრობთ. ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე იცოდე. ჩავიფიქრე. აუ, მე მგონი ალერგია მომცა ამ სასმელმა. ვეღარ ვსუნთქავ. რა? ვაიმე, ჩემი ვარდის ლიქიორი. აუ, თეკლა იგუდება, ვინმეს დაურეკეთ. როგორ მალე ხდება სურვილები? იმინა ზომბი ვარ. თელი დღე მინდა რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ, თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახში, მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ, ბაზარია რა. მიდი მაცივარში 2 ვიბარი ქავერი დევს და მოიტანე. ვივაკი არა ყავა მინდა ხე 1-4 ჭიქროც და გავგრილდე და მოვიხოდო. ვირა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავეცე გუში რომ უკეთესი გემოქონდეს. გუშინდელი დღე გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ, ამას მეც კი დაულევ.
რა? თეკლაკ ორგანიზმისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გულში. ხადაობ? სულ არ მიკვირს მე ეგ მესიჯები. რაჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვეთ ღამე რა ვიცი. შვენიერი გოგვად ყვილა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო? ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკიდან რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადადა აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ გამოგლიჯილია შარვალი პროსტა. ბავშვებო, წავედით ჩემთან სახლში. აუ, მან შენი დაიქნება და მე არ მინდა. წავიდეთ კი, თორემ მზეზე რო არ ხომ დიდი ხანი მერე ცხოვიდან სისხლი მომდის ხოლმე. მე და ბავშვები მოვედით. ვაიმე, ვინ ბავშვები მომიყარა ახლა ამან სახლში, ჰა? ვაიმე მობრძანდით. რა საყვარლები არიან. აუ, ძანქვშია სამივეს და კარტოფილი შეგვიწვი. მოგეტანა და შეგიწვავდი. აი, მიდი ხო იქთებს და მომიტანე, 1.5 ცალი. ბუბლაგალაისტო, ვია, ვასო გაიჩითა. არც გიყვანე შენ კიდე იმ სათვალეებიან მაგაცებმა? აუ, დამანებე თავი. შეეშვი გოგო მაგ ბავშვს რა. დაჭერი მიდი ცოტა სალათიც. ცოტა? ბაზარი არ არის. ესე იგი მესამე დიგიტი და ნახევარი პამიდორი უნდა დავჭრა. ესე იგი ჩემ გამოჭერაზე ხარ რა. ვაისო ოჯახი მერე შენზე რო უნდა დადგეს. გაეფლანგებათ ყველაფერი. აბა მობრძანდით ბავშვებო სუფრასთან. ომარიკო ეს შენია, აგერ დავდებ. ესეც ლიზის და ვასოს. აბა მიირთვით ბავშვებო გემრიელად. მე ჭამეთ რა გეხვეწები, რა სახეები გაქვთ. ერიდებათ და. ბავშვი როგორი ბადება? ვაიმე ამის დრო იყო ახლა. როგორი ბადება ომარიკო და პოულობენ კომბოსტოში მშობლები ბავშვებს და მიყავთ მერე სახლში. ბაზარში რო გამყიდოს უთხარი უვარგისი კომბოსტოებიაო. ესე იგი იმაში უვარგისი ბავშვები იყვნენ? ხო, კარგად უნდა არჩე, თორე შეიძლება რომ უვარგისიც შეგხვდეს. ომარიკო მე გეტყვი გინდა? ბავშვი რო გაჩნდეს მაგისთვის საჭირო რომ ხალი და კაცი. აბა მზიაბებო მოვიდა შევეგებოთ ყველა. შევეგებოთ ყველა. გამართვეს ამოდი. ინგა ისეთი კომბოსტა მოგიტანა შვილო რომ გაგიჟდები. რა? ბებო იცი ახლა ძამიკვან დაიკო რომ ეყოლება? რა? ინგა. დაიჭირე. აუ, სკვინტელიანი ხელი მომკიდა. გამომართვე. აუ, სკვინტელიანი ხელი მომკიდა. აუ! არ გახსოვს ხო? მაგ სიგარეტში კომშის ბოთლები მაქვს ჩაყრილი. ველოდები მეც. რავან ორი დღის მერე რაღაც გვინდა. გამხმარი ხაჭაპური. აუ, შენ არ გახსოვს ხო? მაგაში ხო კომშის ბოთლები მაქვს ჩაყრილი. ფული არა, სუნი იცის. სამჯერ. დედა რა უცბად გარბი ხარ ხოლმე, მედიკო ვეღარც გაცილებ რა. კაი, მიდი. რა უნდა მედიკო? შენახველებდი ხო გუში მთელი ღამე? უეჭველი გაციებული ხარ. არა რამე ვახველებდი კაცო, ვენტილატორის ხმა იქნებოდა ეგ. არ გვაქვს ჩვენ ვენტილატორი. კარგი ხო გავწივდი და მახველებს. სკვაზნიაკში ვიჯექი და. აუ, რო გადამიდოს ახლა, ვეღარ ჩავალ ბავშვებთან ეზოში. ხო და ნუ მომეკარები ახლა შენ ომარიკო ეს 2 დღე, გამივლის მალე. აუ, აჰა, შენი საფულე და 2 ლარი მომეცი. დედა ნუ მომეკარებით მეთქი კაცო, ახლა არ თქვი, ვერ მოგცემ ფულს კაცო, გაციებული ვარ. ინგა ნახე ამ კუპალნიკებზე გეუბნებოდი მიყიდე მეთქი. ძალიან მაგარია. დედა ნუ მოდიხართ მეთქი კაცო, ახლოს შინურად ვლაპარაკობ. გადამედება. რა მოხდა რა გატირებს? ბიძა ჩემი გარდაიცვალა რუსეთში და წერილი მომწერეს.
რას იწერებიან? მშვიდობაა რუსეთშიო. რა ვიცი, გულით გარდაცვლილა და დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც $5,000 მეკუთვნის მე რა? აუ, ერთი ეგეთი პიცა მაგრა გაასწორებდა რა. გეხმარება შენ ჩემი ძმა როგორც შეუძლია. თვითონაც რაკნას, კაცო, ზესტაფონში მუშაობს, ამერიკაში კი არა. $5,000 რას ნიშნავს? რადა ფული დამიტოვა ომარიკო მაჩუკა. ხოდა მიდიხდა სანთელი დაუნთე. ეგ არა კაცო, 5 სანთელია ეგ. დევს მან 20 თეთრიანებიც. ინგა რაში უნდა დახარჯო ახლა ეგ ფული? ჩემში ხო არ დააბანდებდი. ნეტა არ ღლიცინებდე რა. რა ვიცი, მე ვფიქრობ რაღაცა ბიზნესი დავიწყო. ბიზნესი? საშუალო ხო არ გავიკეთებინა? აუ მაია, ჩემ კლასელებს ავპატიჟებ ხოლმე. აჰა, მომიყარა ამან უკვე ბავშვები. არა კაცო, საშაურმე არ მინდა ერთი. ვაიმე, თონე. მთელი კორპუსი იმას გაიძახეს, რომ ერთი თონე რა გაგვიხდა უბანშიო და გავხსნი ვიმუშავებ მე თვითონ. იმენა ბიზნეს ვუმენი ხარ რა. სიტყვები შეარჩიე შენ. სახლში ხარ, ბესეთკაში კი არა. დეგენერატი. ანასტასია შეყვარებული ყავს, იცი? აუ, ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგ და გზას ვასწავლიდი. ვაიმე, შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი, მე საიდან მოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ, გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ახლა. დედა, ნუნუ როგორ არიცი, გოგო, ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზი ამბობ? აუ, ძალიან მაგარი როჟაა ეგ ქალი. ხო, ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო, ზურა. ხო და? ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი, ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, მტერსაც არ უსურვებ. ეს პარკიც რო გამეხეს, ახლა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა, გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად. კი, რა ვიცი, ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ, ხო არ მუშაობ შენ? აი რავი ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხო იცი რა. ვაიმე, რა უცხოეთი ზურა, ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით, ისედაც ცალი თირკმელი. აბა იმენა არ უნდათ რომ ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე წყეპლას და მეტი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალი თირკმელი აქვს. აბა, ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშანიკის წამება ხო მას? მე ვისწავლი. აუ, მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშანიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით უნდა დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი. მას ირანელები მასდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე? ანუ გასთან იდგნენ და ლოცულობდნენ? გასთან არა თეკლა, მაშინ ელექტროკურები იყო უკვე შემოსული. ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი წუთი ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რო გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო? ოდეს ყოფილარ საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთ ეჭამათ პური. არ შეიძლება. ძალიან მაგარი მოვიფიქრე ჯოკრის თამაში. თან თეკლაა ჩემი მოწინააღმდეგე. აუ, არ გვინდა რა ეს იაზო ლაპარაკი. თამაშობთ ხომ მგონი? თიკო შენი რიგებაა. აუ, კოზირი ხო არ მეცხადებინა თიკო. გოგო, თეკლა პრემიაზე გადის და უნდა აცხადო, აბა რა უნდა ქნა? ეხა თეკლა გავა პრემიას და დაპირებული საოჯახო ნაყინიც ჩვენია.
ჯერ კარტი მაინც გენახა თამთა. ცირია მოგების შანსი. თენ ძალიან. მეორე დამიწერეთ რა. მესამე. თამთა შენ? აუ მე პასი ვაფშე კარტი არ მომივიდა. ძალიან სასტიკად მოვიგეთ ეს ხელი. ეს ჩემია, ესეც კიდე ტუსში. ბოლო ორიც აქ დაიდოს. ორი ჯოკერი მყავს. დაუთეკლა მოიშალე პრემიიდან. პრემიიდან მოშლა არაფერია, თქვენ მუცლის მოშლა არ გინახავთ. აუ ჯე ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ. ანასტასია ბინდი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე. კეჩუპი დავესხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მეორთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად ვარ გამომხედოს. ვაიმე წნევა იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა. სასიკვდილო თუ დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თუ როგორი ტყუება კაცო ხედავ მთელი დღე, აჰა. ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს. ლამის ჩავიფსი გოგო რა ისტორია მოყევი ეგ. გოგო მე კი არ მომიგონია ეგრე იყო და. მედიკო ალბათ დიდი იქნება ხო უკვე თქვენი შვილი. მედიკოს დიდი ბიჭი ყავს კაცო უკვე. რამდენის იქნება გოგო 26-ის? 26 წლის არის ხო? ერთი თვის წინ გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სულს მაკაცები და ისინი ყავდა. ხო, აი რამდენს ნიშნავს შემდგარი ადამიანი, კაი შემოსავალი რო გაქვს, შეგიძლია მუშაობ და გადაიხადა დაბადების დღეც. ვაიმე, მან გაჩერდი ინგა ეხლა რა. რას ქვია კაცო მუშაობს, რატომ უნდა იმუშაოს ბავშვმა, როცა მეც და მამამისაც ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს. რა სისულელეა? ლიდია, კითხება ბავშვი ძუძუზე ხო არ გყავსო? ანასტასია. ბავშვი ჩემი შვილი 22 წლის არის და 2 სამსახური აქვს. უიმე არა, მე ეგრე შვილები არ გამიზრდიან ნამდვილად. ერთი წუთი. ხოლევანი. კარგი დედი გამოვალ ეხლავე. კარგი. გოგოებო უნდა გავიქცე რა რაღაც საქმე გამომიჩდა და. კაი მედიკო მიდი აბა აღარ გაცილებ. კაი. რას გავარდა კაცო რა ეჩქარებოდა რა. შვილმა დაურეკა. ალბათ პამპერსი აქვს გამოსაცვლელი. აუ ჯეკარებს აკაკუნებს ვიღაცა. რა შეშინებული ხარ ვერ გავიგე. ოღონდ კარები არ გააყოთ და მე წავალ. გუშინ ოყურებინე საშინელებათა ფილმს. ხერხი 3 და მთელი ღამე ბურგავდა. დედა, მაგიტო დამხვდა ხო ესე დილით გავსებული გარშოკი. ვინ გვესტურანეთ? დედა, მედიკო, საიდან გაჩდი გოგო აქ? ინგა, როგორ მომენატრეთ გოგო, გადმოვდივართ მე და თამაზი ისევ უკან 2 წელი ხო გაქირავებული გქონდა. მიდიან ახლა ესე დუმრები და მე რუსებმა მოინდომეს ქირაობა და მე უთხარი, შემინებით სახლში განავალს ვერ შეუშვებ მეთქი. დედა, გოგო სულ არ შეცვლილ ხარ, ჰა? ხო, ნუ რა ვიცი. მედიკო! ვაიმე მოვიდა მე მგონი თამაზი წავიდე მივხედო. გოგო ვარგდებით უკვე და ისეთი მისალაგებელია სახლი რომ შესვლა არ მინდა. გოგო დალაგებაში თუ გინდა მოხმარება ვეტყვიაგე ანასტასიას და შემოგივლის. უი არ ყოფილა გოგო სახლში გაძრა ალბათ ისევ სადღაც და რო ვნახავ რა სუზამ. ვაიმე ეკლესიაში ფულზე ლაპარაკი ვის გაუგია კაცო? ბაზარში ვართ. ვაიმე არ თქვა დამრიგო, ეკლესიაში მოდიან და კაპიკიანი არ უგდიათ ჯიბეში. იმ დღეს თუ მამამში საწერის 5 გახსნა, სუცარიელი იყო, ნეტა არ მენახა. ვაიმე მაგას არ ვამბობ გოგოებო, სად შეიკრიბა მდინ წუწურაკი მე არ ვიცი.
უი, მამაოზე გამახსენდა. ერთ კვირაში მამა თევდორე არის იუბილარი. ხო და 100-ს ლავსვდეთ, რომ ესეთი ოქროს ძეწყვი უყიდოთ მსხვილი და დანარჩენი თანხით მერე ვიტრაპეზებთ რესტორანში. აუცილებლად თამრიკო ხვალე ვიღებ ლატარიის ფულს და ჩამოვიტან მაშინათვე. 100 ლარს დებთ? გოგო, რა ვიცი, ისე ძალიან მეუხერხულება მე ამ დაბადების დღის მოწყობა. რა ვიცი ხარ, უნდოდეს მამაოს გადაიხდიდა მე მგონი. ვაიმე, სადა გოგო მამაოს მაგდენი ფული? აი რეკავს. დიახ, მამა თევდორე. კარგით მოვიკითხავ. წითელი ოპელი ვისია? შენია ალეკო. მე გადააყენე კაცო, მამამ დამირეკა ვერვეტები ლექსუსითო. მე რამდენი უნდა ვაწვალოთ კაცო ეს კაცი შემოსვლაზე? შემეწოდება ხოლმე რაღაცნაირად ხანდახან მამაო.